გეტყვით როგორი მიუჩვეველია. ჩემთვის თქვენ არ იცით. ესე იგი, დავიწყოთ იქიდან, რომ სარკე არ გვაქვს და ეს არის ჩვენი უკანა ხედვის კამერა. ეხლა ნელ-ნელა გამოვიდეთ. აი სარკეები მართლა ძალიან პატარა აქვს. ცოტა ეხლა აეროდინამიკაზეც რამდენად იზრუნეს, მაგას ახლავე გეტყვით. და მე პირველ რიგში უბრალოდ მაინტერესებს, პირველი ეტაპი არის ის, რომ რამდენად ყურადღების ცენტრში მოვექცევი ამ წუთას. ძალიან მაგარი, ესე იგი, დავდივარ და ყველა მე მიყურებს. QBR მანქანა, რომელიც არის ფაქტიურად BMW 2.5 ლიტრი მოცულობის. მექანიკური სიჩქარის კოლოფი, სპორტული საჭე. რა ვიცი, მეტი რა უნდა ეხა ქართულ ადამიანს, ხო? მე სიმართლე გითხრათ, ამაზე მარიაჟი მანქანა ჯერ არ მიტარებია. საქართველოს ყველა შემთხვევაში. თუ არ ჩავთვლით ეხლა Ferraris და Lamborghinis. ესე იგი, ყოველთვის ხვდებით თქვენ ყურადღების ცენტრში. ყველა მანქანა, ყველა მძღოლი თქვენ გიყურებთ. გადმოდიან სურათებს გიღებენ. არ ვიცი ეს კადრში ჩანს თუ არა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ეფექტურია ეს ავტომობილი. კოლოფი გვაქვს 5 სიჩქარიანი. BMW-ს 5 სიჩქარიანი კოლოფი. ავტომობილი საკმაოდ მდგრადია. კარგად დგას. ეხლა თავიდან მეგონა, რომ მაინც ხელნაკეთი ავტომობილი რა უნდა იყოს თო. რაღაც ცოტა სიმყარეში შეიძლება თავიდან ეჭვი შეიტანოთ, მაგრამ მანქანა მართლაც კარგად დგას. ამაზეც იზრუნეს, მინდა გითხრათ ჩემქმნელებმა. და რა თქმა უნდა, ბევრ დეტალს მე თვითონ რაღაცებს კიდე წვრილმანებს შევიტანდით, ჩემი რო იყოს ეს მანქანა. აჩქარება საკმაოდ კარგი აქვს. ეხლა არ ვიცი გესმით თუ არა, ეს გუგუმის ხმა შემოდის რაღაც საკმაოდ. არ ვიცი, ფანჯრები რო ავწიოთ, იქნება ეს გარედან ხმა ცოტათი უფრო გავაჩუმოთ. მოდით ჩავხედოთ საბარგულს. რა თქმა უნდა იღება სალონიდან და მინდა გითხრათ, რომ მისი მოცულობა არის 250 ლიტრი. რადგან ეს ავტომობილი არის შოუ-ქარი, ასე ვთქვათ, სპორტული ხასიათის, საბარგული არის ცოტათი პატარა. სამაგიეროდ არის 4 ადგილიანი. საერთოდ ესეთი მანქანით რო ისე ამოვნოთ, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა ავტომატური სიჩქარის კოლოფი, მაგრამ არჩიეს მექანიკა. აქვე გეტყვით, რომ ბაზა მთლიანად არის მოგონილი თავიდან ბოლომდე. მისმა შემქმნელებმა დაიწყეს ფაქტიურად ნოლიდან და ნოლიდან შექმნეს ეს ავტომობილი. აი სხვა მანქანები, მაგალითად, ალბათ ხსნენიათ, ვინც მანქანა აწყო. აი რაღაცა ბაზა აიღეს რომელიღაც მანქანის, გადაჭრეს, საფეხურები გაუკეთეს, სხვადასხვა და ასე შემდეგ. Aston Martin-ი, რომელიც რა თქმა უნდა ცოტა ხანში ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება და ჩვენ აუცილებლად მას გადავიღებთ. ამ მანქანის ნახვის სურვილი ვისაც გექნება, შეგიძლიათ Global Motor-ში მოგზანდეთ. ეს მანქანა რაღაც პერიოდი იქნება იქ. და აქვე მინდა ხაზი გაუსვა ზუსტად აი ეს რაც ჩვენ წეღანო ახსენეთ მე და გიორგი ქვარიანმა, აი სუპროტეკი რაც ჩავასხით, მე ადრე მყავს ეს მანქანა ნატარები და რაღაც თითქოს ცოტა მართლა მოიმატა გაწევა. მე ამას უფრო ნელ-ნელა მივხვდები, რა თქმა უნდა, დიდი ხნის დარების შემდეგ, თუ მომეცა კიდევ და კიდევ ამის საშუალება, ამას აუცილებლად ჩემს ემოციას გადმოგცემთ.
ახლა მხოლოდ ემოციურად ვარ დაპირთული იმით, რომ მე ვხედავ ხალხის ასეთ დადებით და თბილ ურთიერთობას. მეტი არაფერი. აქვე არ ვიცი ხედავ თუ არა მაჩვენებელთა დაფა იცვლის ფერებს, წითელი, ლურჯი, მწვანე. ესეც გემოვნების ამბავია. ხამდე მინდა გითხრათ, რომ რამე ძალიან ლამაზია ეს ყველაფერი. როგორც ავტომობილის დიზაინერები ამბობენ, მანქანას მიცეს სიგარის ფორმა, მეტი აეროდინამიკისთვის. ნუ სარგეებზეც ხედავთ, რომ აქაც გათვლილია აეროდინამიკა. კარზე მინდა გითხრათ, რომ სახელური არ გაუკეთეს კარს, რადგან ესე შეუშლიდა აეროდინამიკას ხელს და იღება უბრალოდ ღილაკით. და აქვე გეტყვით, რომ სალონი მთლიანად ხელით არის შეკერილი. ამანქანას ცხენის ძალებზეც გავზომავთ ახლო მომავალში. ამ ეტაპზე გეტყვით, რომ ეს არის ძალიან ძრავი ვახსენეთ 2.5 ლიტრი მოცულობის და აყენია E34-ის ძრავი. მოგახსოვთ ის თაობა. ყველაზე ლეგენდარული ავტომობილის ძრავი მინდა გითხრათ. მექანიკური კოლოფი ამ შემთხვევაში მე არ დავიღალე, იმიტომ რომ ქალაქში და საცობში არ მიწევს მოძრაობა და ამჯერად საკმაოდ ისეთი კომფორტული აღმოჩნდა მინდა გითხრათ. ავიც ეს სალონზე რა გითხრათ, სავარძლები, არ არის ცუდი, ეს არის არსებული სპორტული სავარძლები აღებული და მე შემდეგ უკვე შეკერილი ფლობელის მიერ. საჭეც რა თქმა უნდა მზა სპორტული ავტომობილიდან და ყველაფერი ეს ყველა დეტალი არის ხელით შეკერილი. მე მგონი ხედავთ ჩვენი მაყურებელი, ყველა დეტალი უკვე ფლობელის მიერ არის დამზადებული. სიგნალი გითხარით, უკანა კამერაზე გითხარით, სარკე არ გვაქვს ყველგან მხოლოდ ესეთი მონიტორი. თავიდან მეგონა რომ ცოტა ხედვას შემიშლიდა, მაგრამ მაგასაც არ გვიშლის. აი რამდენად დაждდება აქ ორი ადამიანი უკან. ეს უკვე ალბათ პრაქტიკაში გამოჩნდება. მაინც რაღაცა თითქოს ეს ორ ადამიანზე უფრო გათვლილი ავტომობილია, იმიტომ რომ აქ გადაწიეს გამი, ჩასვი, ზავრი ცოტა დისკომფორტია. აი ძველი სავარძელი კარგია, კარგად ძვივა, მაგრამ მე მგონი შორმანძილზე ცოტა დავიღლები, იმიტომ რომ ძალიან სპორტული ხასიათი აქვს ამ ავტომობილს. მოდი, უბრალოდ დავუფასოთ ეს შრომა და ვთქვათ, რომ მართლა დღესდღეობით სამაგალითოა ეს მანქანა, სამაგალითოა ის ადამიანი, ვინც ეს შექმნა, რა თქმა უნდა, გიორგი კვარიანის გულისხმობ. და კარგია. კარგია თუ ახლო მომავალში კიდე უფრო გაგვახარებს და მსგავს ავტომობილებს შემოგთავაზებს. მაყურებელსაც მიმართავ, ვისაც დიდი თხოვნა ჰქონდა, რომ ეს ავტომობილი ყოფილიყო ჩვენს გადაცემაში. აი, შეძლებით და გვარავს. შევასრულებთ თქვენი თხოვნა. მომავალშიც რა თქმა უნდა ჩვენ გავითვალისწინებთ თქვენს თხოვნებს და იქნება ეს შემდეგ გადაცემებში ის ავტომობილები, რომლებსაც თქვენ მოგწერთ. მე ახლა დავბრუნდები ისევ Global Motors-ში და კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს იმას, რომ დაახლოებით 1-2 კვირის მანძილზე ეს ავტომობილი იქნება აქ და შეგიძლიათ მოგზანდეთ და უბრალოდ დაათვალიეროთ. მე გვაყოფილი ვარ, დროებით გემშვიდობებით, შევხვდებით ზუსტად 1 კვირის შემდეგ. იგივე დროს, იგივე არხზე.